პირველ ეროვნულ გმირ ჟიულის შარტავას დღეს 80 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიასთან, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და უმაღლესი საბჭოს დეპუტატებთან ერთად ვაკის პანთეონში ჟიულის შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ასევე აფხაზეთის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა გმირთა მოედანზე ჟიულის შარტავას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარე გენერალ-მაიორი ჟიულის შარტავა უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვას, რა დროსაც იგი თანამებრძოლებთან ერთად ტყვე დაიყვანეს და დახვრიტეს. 2004 წელს ჟიულის შარტავას პირველს მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. ჟიულის შარტავა წარმოადგენს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე განუსაზღვრელ გმირობის მაგალითს. ჩვენ კეთს ვიხვრით ჟიულის შარტავას ხსოვნის წინაშე, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ჟიულის შარტავას გმირობა, პატრიოტიზმი, თავდადება იყოს უკტავი. ჟიული არის ჭეშმარიტი გმირი, რომელმაც შეგნებულად შესწირა თავი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ მას პატივს მივაგებთ, იმიტომ რომ ის ჩვენი წარსული არ არის, არამედ ეს ჟიულის იდეები დღესაც ცოცხალია და ჩვენ ამ იდეებით ვცდილობთ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებას და ქვეყნის გამთლიანებას. ჩვენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, როგორც ჩვენს კურსდამთავრებულს, ახალგაზრდობის ლიდერს, ადამიანს, რომელსაც უდიდესი ღვაწლი ჰქონდა ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში, თავის სამშობლოს სიყვარულში, უბადლო ვაჟკაცს. ამდენადაც შეგვიძლია მივაგეთ პატივი და მოვედით მის საფლავზე.